გამარჯობა მეგობრებო, დღეს ხუთშაბათია 11 აპრილი და მესამეს პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ თითქმის ყოველდღე მიშა მშულდაძეს. იმედზე ჯემალ სეფიაშვილის ტიტების ახალი ვერსია აჩვენეს. ბიზნეს ახთან ტაქსისტებმა აქცია გამართეს. მამუკა ბახტაძეს ევროპის საბჭოს სლომაზე თავის მართლება მოუწია. ახლა კი ამ ყველაფერზე უფრო დაწვრილებით. ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ჯემალ სეფიაშვილი ამზადებდა ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტების ახალ ვერსიას, სადაც მონაწილეობენ მხოლოდ მამაკაცები. ბუნებრივია საზოგადოების მხრიდან მაშინვე პროტესტი გაჩნდა. სეფიაშვილმა კი თავისი გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ ქვეყნის ძლიერების სიმბოლო მამაკაციაო. უბრალოდ საქმე ისაა, რომ ასე რომც გჯეროდეს, ამ კლიპის ნახვის მერე ეგრეთ წვენა საფუძვლიანად შეგერყევა. სანამ კლიპს ჩართავდა სიმღერას მოусმენ, გაბრაზებული ხარ იმაზე, რომ სიმღერიდან ქალები მოტეხეს. კლიპს რომ ჩართავ გულის სიღრმეში გიხარია, რომ ამაში ქალები აღარ გარიეს. ამ დროისთვის YouTube-ზე სიმღერის კლიპის შეფასებებში დაახლოებით 86% დისლაიქია. ანუ ნეგატიური შეფასება. კლიპი და შესრულება იმდენად ხელოვნურია, იმდენად აცდენილი 9 აპრილის ემოციებს, რომ კიდევ ერთი დამატებითი სიმღერა გვჭირდება უკვე ეს რომ გამოვიგლოვოთ. პროტესტის გზნობა დღეს საზოგადოების კიდევ ერთ ნაწილში გამომჟღავნდა. ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციაზე უამრავი ტაქსი მივიდა. ტაქსისტები მოითხოვდნენ, რომ ფერზე აკრძალვა 2021 წლამდე გადადებულიყო და მარჯვენა საჭია მანქანებს მგზავრების გადაყვანის უფლება დარჩენოდათ. ანუ ადრე ამ ქვეყანაში აქციებს მართავდნენ იმის გამო, რომ მთავრობას რაღაც გაეკეთებინა, პენსიები გაეზარდა, ანაბრები დაებრუნებინა. ახლა კი ხალხი მთავრობას მოუწოდებს, რომ უბრალოდ თავი დაგვანებო. არაფერი არ. როგორ ჩანს, ივანიშვილი აქციას დიდად არ შეუწუხებია, იმიტომ რომ ძალიან მარტივად შეეძლო ამ პიკეტის დაშლა. უბრალოდ ყველა ტაქსს რამე სხვა მისამართზე გამოიძახებდა. თუმცა ბიძინა ამ დროს სახლში სულ არ ყოფილა. არამედ საპატრიარქოში ხვდებოდა პატრიარქს. ალყას მეთაურობდა შალვა ნათელაშვილი ბიძინას სახლზე. პრინციპში ეხა შალვასაც მეტი რა უნდა. უახლოვდება ტაქსისტებს. საერთო ენას პოულობს. მე დუშეთში შვილარა დააყვანებს თავს. სადაც წასვლა დაჭირდება იქ დანიშნავ შემდეგ ალყას. ისი ალყას ძირითადად ციხესიმაგრეების ასაღებად იყენებდნენ და შიგნით მყოფებს რამდენიმე დღიან კვირა აშიმშილებდნენ ხოლმე. აქაც პრინციპში იგივე მოხდა, ოღონდ პირიქით. ამ ყველაფერზე გამახსენდა თმოგვის ციხის ალყის ამბავი. 914 წელს არაბმა სარდალმა აბულ კასიმმა ნამდვილი ამბავია ეს ახლა ჩვენი ისტორია. აღმოსავლეთ საქართველოს და სამცხე ჯავახეთი მოაოხრა და თმოგვის ციხეს ალყა შემოარტყა. თუმცა როცა ნახა ციხის სიმტკიცე, აიყარა და წავიდა. ლეგენდის მიხედვით ციხიდან ცოცხალ თევზებს უყრიდნენ. იმის ნიშნად, რომ ალყა უაზრო იყო და ციხეში საკმარისი საჭმელი ჰქონდათ. ახლა წარმოვიდგინოთ, რეების გადმოყრა შეუძლია ბიძინას. იშვიათი ჯიშის თევზების. სამეფო კრევეტის. ზვიგენის. მე თევზებს ვწდებით. პინგვინის. ოღონდ იქვე ვარ და ეხლა ძალიან გავწდებით. ზებრის. სამი პრემიერის. ტელევიზორის კი არა და
მთელი ტელევიზიის განმოგდება შეუძლია. და ვინც ყურადღებით უყურებდა ჩვენ ძველ გადაცემებზე, მახსოვრება რომ ხიზილალის პუფებისაც. ჩვენ ქონდა ადრე რომ ბიზნეს სახლში პუფებს ხიზილალით ტენია. თუმცა როგორც უკვე გითხარით, ბიძინა ამ დროს პატრიარქს ხვდებოდა და ვერაფერსაც ვერ გადმოაგდებდა. ივანიშვილი ილია მეორეს სამების ტაძრის სრული მოხატვის დაფინანსება შეპირდა. აქედან გამომდინარე, უახლოეს მომავალში ველოდები ორ ამბავს. სახელმწიფომ საპატრიარქოს ბევრი ჰექტარი გადასცა საჩუქრად, საპატრიარქო მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსებს აკურთხებს. ახლა კი ვისაუბრეთ რა ქვეყნის მთავარ პირებზე, გადავიდეთ ქვეყნის პირველ პირზე. პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სტომაზე სიტყვით გამოვიდა. ბახტაძემ ისაუბრა 9 აპრილზე და განაცხადა, მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ ისე ცხადად მახსოვს, თითქოს გუშინ იყო. 9 აპრილის გახსენება რა თქმა უნდა მისასალმებელია. მე უბრალოდ ერთ რამეს აღნიშნავ, რომ მამუკა გუშინად ძალიან ახალგაზრდა იყო. როცა ბახტაძეს დაუსვეს კითხვა, თუ რატომ ემთხვეოდა ვალების განულება არჩევნებს, მამუკა ბახტაძემ განმარტა, რომ ვალების განულება გაცილებით ადრე გადავწყვიტეთ. არჩევნებს საერთოდ არ უკავშირდებოდა და საერთოდაც ჩემი იდეა იყო. აზე ხარ ცხვისი ფულით რამხელა სიკეთეებს აკეთებს და თავისი რო კონდეს რეებს იზამს. მოგვიანებით ჟურნალისტებთან შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, წლის ბოლოს ჩვენ ხვდებით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ანუ საქართველო. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს ეს არის იმ რეფორმების აღიარება, რომელიც ჩვენ გავატარეთ. ეს არის აღიარება იმისა, რომ ის რეფორმები, რომელსაც ჩვენ გავატარებთ, მომავალში ასეთივე წარმატებული იქნება. ძალიან კარგად ჟღერს. ძალიან ამაყად და ამიტომ მოდით არ გეტყვით, რომ სინამდვილეში ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა ანბანის მიხედვით გვერგო. ანუ 6 თვეში ერთხელ იცვლება. ახლა ფინეთია თავმჯდომარე ამჟამად. ფინლანდ. შემდეგ საფრანგეთი ხდება. ფრანს. მე ხდებით ჩვენ. ჯორჯია. მე იქნება ჯერმანი. გრის იქნება მე. ბატონო პრემიერო. პრემიერობაზეც იგივე პრინციპი რომ ხონდეს ბიზნეს, თქვენ შემდეგ გახარიას უწევს. გარდა ამ გამოსვლისა, ბახტაძემ სალომე ზურაბიშვილის წერილი მისწერა და 4 ელჩის თანამდებობისგან გათავისუფლების წინადადებით მიმართა. შეიძლება ეს ის ელჩებია, რომლებმაც სალომეს სურათი კაბინეტში არ დაიკიდეს. ახლა ჩვენ სახელმწიფო სტრუქტურა კი არ ვართ, მაგრამ მოდი მაინც დავიზღვევთ თავს. იდოს. ხანდახან მიმართოთ ხოლმე. ჩვენი მის იმედი უნდა გქონდეს, რომ სალომე ამ წერილს მაინც წაიკითხავს სწორად და შემთხვევით საერთოდ ელჩების გარეშე არ დაგტოვებს. სამთავრობო პარტია კი კიდევ დატოვეს წევრებმა, ჯაბა ჯიშკარიანი და ვატო შაქარაშვილი ოცნებიდან წავიდნენ. ეთყობა მიხვდნენ ესენი გუნდის თითქმის დაწყნარებაში, რასაც გულისხმობდა ბიძინა და აღარ აწვალეს. აი ეს ამბავი ნებისმიერი ქვეყნის მთავრობაში რომ მომხდარიყო, ისეთივე არაფრის მომტანი იქნებოდა, როგორც ჩვენთვის. ამიტომაც მოდი პირდაპირ შემდეგ ნიუსზე გადავიდეთ. კიდევ ერთმა დეპუტატმა, რომელმაც ოცნება დატოვა, გედი ფოფხაძემ განაცხადა, ივანიშვილი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გადაყვანას მპირდებოდაო. აი, ხედავთ, ივანიშვილი ასე თანამდებობას პირდებოდა, ეს კი მაინც წამოვიდა. დაპირებების არ შესრულებით ვერ მოატყუებ გედევანს. ორჯერ ყავს გადაგდებული ბორჯომის მთელი და ასპინძის ნახევარი მოსახლეობა. ეს ხუმრობა ჩვენმა ბორჯომელმა და ასპინძელმა სცენარისტებმა მოიფიქრეს და ჩვენ მათ ვენდობით. უცხოეთის ამბები. 11 აპრილს თანამედროვე ისტორიის ყველაზე მასშტაბური დემოკრატიული არჩევნები ინდოეთში დაიწყო. მილიარდი ამომრჩეველი და მილიონი საარჩევნო უბანი. ჩვენ ხო უკვე ის რეფლექსი გამოგვიმუშავდა, რომ ნებისმიერ არჩევნებს მოსყიდვადობით ვაფასებთ.
ხო და მილიარდი ამორჩეველი გამოდის 5 მილიარდი კილოგრამი კარტოფილი. ანუ დაახლოებით 5 მილიარდი ლარი. მოკლედ, ბიძინას ინდოეთის არჩევნების ყიდვაც შეუძლია. ნუ ახალ კარტოფილში თუ გადავიყვანთ ისე კიდევ შეუძლია, მაგრამ თვითონაც რიგით მოქალაქედ დარჩება. ინდოეთიდან არჩევნების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდის ჩვენი ყველაზე მიუკერძოებელი კორესპონდენტი გუჯა მაჭარაშვილი. გუჯა, როგორ მიდის არჩევნები ინდოეთში? დიდი ამბებია მიშა, იმდენი ამომრჩეველია, რომ არჩევნები 7 ეტაპად ტარდება და იმედია მეორე ტური არ დაჭირდებათ, თორე ეს ქვეყანა ვეღარ გადაიტანს რა. და რატომ გუჯა? ბიულეტენებისთვის ქაღალდი აღარ ეყოფათ მიშა. ზუსტად რამდენი ამომრჩეველია? 900 მილიონი ამომრჩეველია მიშა, მაგრამ ამათმა მკვდარმასულებაც თუ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, ერთ 4 მილიარდზე ავიღო. გუჯა, შენი აზრით ამომრჩევლის მოსყიდვა თუ არის შესაძლებელი? ამ ხრივ ინდოელ პოლიტიკოსებს თან გაუმართლათ, თან არა მიშა. ანუ რას გულისხმობ? ხალხს ისე უჭირს, რომ ნებისმიერს მოისყიდიან, მაგრამ ნუ იმდენი არიან, აზრი არ აქვს. გასაგებია გუჯა, ამომრჩეველს ანუ ვერ მოისყიდიან და ისე რას პირდებიან? რაც ხელში მოხდებათ მიშა. გუჯა, შენი აზრით? გასაგებია მაგრამ. ყველაზე სუსტი დაპირება რა იყო? მილიონი ახალი სამუშაო ადგილი. ნუ პრინციპში მაგან ჩვენთანაც არის მუშაობა. გუჯა, ამ დროისთვის არჩევნებში ვინ ლიდერობს? 700 პარტიაზე მეც აქვს მილიონზე მეტი ხმა მიშაო. და ნუ დანარჩები ჩამორჩებიან. ხმებს როგორ ითვლიან? აქ ხმებს არ ითვლიან, აქ ხმებს წონიან მიშა. არ იქნება ეგრე გუჯა. არ იქნება და ითვალო მთელი წელი. გუჯა, საერთაშორისო დამკვირვებლები არიან? აზრი არ აქვს მიშა, იმ მთელი საქართველო რო ჩავიდეთ, საარჩევნო უბნების მაქსიმუმ 2% თუ დავაკვირდებით. გუჯა, მარკირებას იკეთებენ, მარკირება აქვთ? მიშა, მარკირებისთვის რამდენი სითხეც არის საჭირო, მაგდენი წყალი არ აქვს რა მარკირება. გასაგებია გუჯა. და ინდოეთიდან რა შაომიდან? აბა მიშა, წარმოგიდგენია 900 მილიონი ამომრჩეველი. აბა გემშვიდობები მიშა. კარგად გუჯა. კარგად. ეს იყო გუჯა მაჭარაშვილი, ყველაზე მიუკერძოებელი ინდოეთიდან. და უცნაურია, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა 900 მილიონი ამომრჩეველი რომ არ ვყავს, თორე პარლამენტში მინიმუმ 7 ემზარკვიციანი გვეყოლებოდა. და ამდენივე ყველა დანარჩენი. ახლოვდება მაისი და სანდრო ბრეგაძემას გააქტიურება დაიწყო. გამოღვიძების მოუთხში შევიდა. სახალხოდ ვაცხადებ. ზუსტად ვიცი, ჩემზე მზადდება თავდასხმა. იმის გამო რომ აზრი არ აქვს, არ ვაპირებ მივმართო პოლიციას. თავად დავიცავ თავს. და სროლას ვერ დამასწრებენ. წერს კლინტ ისტვუდი. და სანდრო ბრეგაძეც. ვინ უნდა დაესხას თავს სანდრო ბრეგაძეს, ჩვენ აღარ დავინტერესდით. ალბათ ქართველი ხალხის მტრები ცხადია. ახლა კი რუბრიკა სავარაუდოდ ემზარკვიციანს კენჭისყრა ასე ესმის. კვიციანმა განაცხადა, ქვა რომ ააგდო იურისტს დაეცემაო. ახლა ერთი რამეა გასარკვევი, ემზარკვიციანმა იდიომებით საუბარი ისწავლა, თუ მართლა ააგდო და კვლევის შედეგი გვითხრა. სიტყვა სიტყვით კი ასე თქვა, საქართველოში მაღლა ქვა რომ ისროლო, ქვემოთ იურისტს მოხვდებაო. ანუ გრავიტაციის კანონიც იცის.
კეთილსინდისიერი იურისტები არიან მოსაძებნი იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იყვნენო. ესეც სიმართლე თქვა. ანუ რა გამოვიდა? ერთი იდიომა თქვა, ერთი ფიზიკის კანონი და ერთის პოლიტიკური სიმართლე. კატასტროფის წინაშე აღმოჩნდით, მეგობრებო, გაჩნდა საფრთხე, რომ ემზარკვიციანი პარლამენტის ყველაზე ჭკვიანი წევრი აღმოჩნდა. თუმცა იურისტების სიმრავლე იმას მაინც არ შორის, რომ ბაგრატიონების საქმის აღება აღარავის უნდა. სასამართლომ სამეფო ოჯახის საქმის განხილვა შეწყვიტა. მოიწვიეთ თქვენნაირი ადამიანები სააჯოკარი, იდარბაზეთ და გაიგეთ მტყუარ მართალიოს. ჩვენ შეგვეშვითო. ვერც გაამტყუნეთ. მით უმეტეს, რომ კრიმინალი ქვეყანაში გაზრდილია და იურიდიული რესურსის ასე დახარჯვა სისულელეა. გორში არასრულწლოვანმა მძარცველებმა ალტაოკეის მაღაზიიდან 39 ტელეფონი წაიღეს და ლომბარდში ჩააბარეს. როგორც ჩანს, გორელმა თინეიჯერებმა ტელეფონზე ვაშლი რომ დაინახეს, ეგრევე ჩაბარების ინსტინქტი გაუახტიურა. ახლა კი რუბრიკა, რომელშიც ჩამოთვლილი კრიმინალიც ჯერ არ მომხდარა. აქცენტი სიტყვაზე ჯერ. ჩვენი მოფიქრებული კრიმინალის ათეული. ცოტა სიურეალიზმი კარგია. პირველი. პენსიის დღეს მოხუცი პენსიონერები დააყაჩაღეს შედარებით ახალგაზრდა და პენსიონერებმა. შემდეგი კრიმინალური ქრონიკა ასეთია. კულტურის მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრი დაჭრა. გორში დაკავებულია ჰოსპიტალის მთავარი ექიმი სტალინის კლონის შექმნის მცდელობისთვის. უცნობმა პირებმა ჯარში ჩააბარეს 4 კილომეტრის სიგრძის საოკუპაციო მავთულხლართი და 25 საკანალიზაციო ჭის თავსახურიც. პატრიოტები რომ არ გეგონოთ. შემდეგი. კუს ტბაში კორპუსის მშენებლობა დროებით შეაჩერეს. და მენაშენე ამოყვინთვის თანავე დააპატიმრეს. დაკავებულია თაღლითი მცხოვრებლების ჯგუფი, რომელიც ტურისტებზე თონის პურს აჭარულ ხაჭაპურად ყიდნენ. ქართველმა მეორე ცოტა უფრო მაღალი კრიმინალია. ეხლა რაც მოდის. მაღალ ტექნოლოგიური. ქართველმა ჰაკერებმა მარკ ცუკერბერგს Facebook-ი გაუტეხეს და სტატუსად დაუწერეს გეი ვარ. იმენა დედაუტინეს. მაგარი გააბანძეს. შემდეგი კრიმინალის ასაქმელად დაგჭირდება ფანტაზიის ჩართვა. დამნაშავეთა ჯგუფს ეშმაკის ბორბალი მოპარვისას დაუგორდათ. ამას რა საშინელება მოყვება. ნუ წარმოიდგინოთ, თაწმინდი და ხო ჩამოგორდება. კორპუსებზე აშხ. მტკვარზე გადაივლის. და აულაბრის აღმართში აგორდება რა. და აღმართის ბოლოში იქ შენელდება მე უკან წამოვა. გაუჩერებლად ესე სკეიტბორდისტივით. ქარელში მთვრალმა კაცმა წითელწიგში შეყვანილი იშვიათი მგლების უკანასკნელი ოჯახი ამოხოცა. თბილისის დინამომ ჩემპიონთა ლიგის თასის ზედიზედ მეორედ მოიპარა. ზედიზედ მეორედ. და ბოლო ჩვენი მოგონილი კრიმინალი ასეთია. ხონში არაფრის მქონე ადამიანი მაინც გაძარცვეს.
დღეისათვის ეს იყო და ეს მეგობრებო. შევხვდებით ხვალ პარასკევს მესამე პირდაპირ ეთერში 20 საათსა და 20 წუთზე. მომავალ შეხვედრამდე და მადლობა რომ გვიყურებთ. თითქმის დემოკრატიული, ოდნავ თეოკრატიული, საკმაოდ პერსპექტიული და თითქმის ევროპული ქვეყნის თითქმის ყველა საინტერესო ამბავს ხოვრების რიტმის განცდის ხურვილის საღამოს. სანამ წაგიღებს სურვილი რომ რავი იქნებ დღეს ხდება ის, რისთვისაც ღირს რომ თითქმის ყოველ დილით როცა ვფიქრობ, რისთვის, ვისთვის, შენთვის თუ სხვისთვის. გახსოვდეს სამშობლო, რომელმაც დაამარცხა კორუფცია, თითქმის კრიმინალი, თითქმის სისტემას მოვუწუთებს ითვლის უკვე წლებია და წლები არა წლების მიქრე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თითოეული დღე ხარჯელი სიტყვა მოკლე თითქმის საღამოს როას თითქმის ყოველ დღე თითქმის